ტერმინი სტიქარონი მომდინარეობს ბერძნული სიტყვიდან სტიხირონ, რომელიც ნიშნავს მუხლს, ტაეპს, სტრიქონს. სტიქარონები ფსალმუნურ მუხლებს დაერთვის და ანტიფონური ფორმით იგალობება. საგალობელთა ეს ჟანრიც თავისთავად 8 ხმის სისტემას ექვემდებარება. არსებობს ამ საგალობელთა 4 ძირითადი სახეობა: უფალო ღაღატყავსა, საკუთრივ სტიქარონნი, აქებდიტსა და აღვსენითსა. რიგ შემთხვევებში სტიქარონები სხვა ჟანრობრივ ჯგუფებშიც გამოიყენება. დაძლებელთა ამ ჯგუფებს საერთო ძლისპირები აქვს, რაც იმას გულისხმობს, რომ ძლისპირი, რომელიც გამოიყენება უფალო ღაღატყავსას დაძებლებზე, შეიძლება შეგხვდეს ზემოთ ჩამოთვლილ ნებისმიერ ჟანრობრივ ჯგუფში. აქვე აღვნიშნავთ, რომ სტიქარონთა ძლისპირებს მე-11 საუკუნეების ლიტურგიკულ ჰიმნოგრაფიულ კრებულებში ეწოდება ძლისპირნი და ღვთისმშობლისანი უფალო ღაღატყავსა. მაგალითად, ერთ-ერთი ცნობილი სტიქარონთა ძლისპირი შენ სიტყვაი დაუსაბამოი გვხვდება როგორც უფალო ღაღატყავსას დაძებლებში, ასევე საკუთრივ სტიქარონში, აღვსენითსაში და მომიხსენენში. ამგვარი ვითარებაა სხვა მრავალ ძლისპირთან დაკავშირებითაც. სტიქარონთა ნაწილი თვითავაჭ დაძლებელთა ჯგუფს მიეკუთვნება, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი ძლისპირს არ ექვემდებარებიან, არამედ საკუთარი ჰანგი აქვთ. წმინდა გიორგი მთაწმინდელს სტიქარონ-წარდგომათა კრებულები ცალკე წიგნად აქვს შედგენილი, როგორც პარაკლიტონისთვის, ისე თქვენისთვის. თვალსაჩინოებისთვის წმინდა გიორგი მთაწმინდელის რედაქციის პარაკლიტონის სტიქარონ-წარდგომათა კრებულებიდან რამდენიმე თვითავაჭ სტიქარონს მოვიხმობთ. მაგალითად, კვირა დღის პირველი ხმის უფალო ღაღატყავსას თვითავაჭი დაძლებლებია. სამწუხრონი ლოცვანი ჩვენნი, მოადეკით ერნო სიონსა, მოვედით ერნო უგალობდეთ, იხარებდით ცანი და გალობდით, ხორცითა ნებსით თვისით, ცხოვრების მომცემელსა საფლავსა, მამისა თანადაუსაბამოსა და ყოვლისა სოფლისა დიდებასა. როგორც აღვნიშნეთ, ჩამოთვლილი სტიქარონები თვითავაჭ დაძლებელთა ჯგუფს მიეკუთვნება. სანოტო ხელნაწერებში წარმოდგენილი ჰანგი, რომელზეც გაწყობილია ზემოთ ჩამოთვლილი დაძებლები, ასევე დასტურდება იმავე ხმის უფალო ღაღატყავსას, ას განუტევეს და ზოგიერთი სხვა საგალობლის შემთხვევაშიც. უნდა აღინიშნოს, რომ ჩამოთვლილი თვითავაჭის სტიქარონების მუხლებისა და მარცვლების რაოდენობა არაერთგვაროვანია. ხოლო იმ სტიქარონებისა, რომლებიც ერთ ძლისპირს ექვემდებარებიან, მუხლებისა და მარცვლების რაოდენობა ზედმიწევნით შეესაბამება ძლისპირის მუხლებისა და მარცვლების რაოდენობას. პირველი ხმის უფალო ღაღატყავსას ზემოთ ჩამოთვლილი დაძებლები გამოქვეყნებულია ჰიმნოგრაფიული კრებულის მეორე ტომში.